მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ მოდით ასეთი გაშლა გავაკეთოთ, რა აიძულებს მას ნაბიჯს გადადგმოს შენსკენ. ანუ ეს გაშლა გამოადგება იმას, ვინც შეიძლება არის პაუზაში, შეიძლება თქვათ ადამიანი არ გამოდის კონტაქტზე, შეიძლება ერთად ხართ სხვადასხვა ოთახებში ზიხართ დაუშვათ და ეს ადამიანი დუმს. ხო? აი ასეთი ადამიანებისთვის უფრო გამოადგება ეს გაშლა. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ კითხვები როგორც ყოველთვის მაქვს მზად. ახლა რამდენიმე დასთა დღეს მინდა გამოვიყენო, ვნახოთ ახლა რამდენი მოითხოვს, მაგრამ ვნახოთ ახლა გავაკეთოთ ასეთი გაშლა. ანუ რა აკავებს მას ახლა ნაბიჯის გადადგმას შენსკენ? პირველი კითხვა, რაც გვაქვს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ვიკითხოთ რა აიძულებს, ეხლა ჩვენ ვკითხოთ ჯერ რა აკავებს, ხო? ვნახოთ ეხლა რა არის მის შიგნით უკვე მზად გამოვლინებისთვის, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება არის უკვე მზად, მაგრამ ნუ რაღაცა არა. ეშინია თუ არა მას თქვენი საბოლოო დაკარგვის. სჭირდება თუ არა მას რამე საბაბი იმისათვის, რომ პირველმა მოგწეროს. ვნახოთ ახლა რა უფრო მასზე იმოქმედებს, ანუ შენი სიცივე უფრო იმოქმედებს მასზე თუ სითბო. და ვნახოთ რა იქნება ტრიგერი იმისათვის, რომ ეს ადამიანი გამოვლინდეს. ნუ რაღაცა შეიძლება ვთქვათ იმოქმედებს, ხო? და ვნახოთ ახლა როდის საერთოდ, იზავს вообще რამე ეს ნაბიჯს გადადგმავს თუ არა. როდის არ აქ უკვე მზად ყოფნას მაჩვენებენ. აქ ნახეთ ახლა უკვე პრინციპში მაგას უბიძგება, არ იცის, აქ ადამიანი რაღაც არ იცის კიდე უნდა, მაგრამ ეშინია. მერყეობს. Так, მოდით ახლა ვნახოთ ჯერ ეს ასე იყოს. პირველი კითხვა, ანუ ახლა რა აკავებს ამ ადამიანს გადადგმის ნაბიჯისგან. რა თქვენ? ხმალების დედოფალი. თქვენ. ნუ მე ხა არ დავიწყებ რომ დედა ახლა ჩაკეტა ეს თქვენი პარტნიორი სადღაც იმაში რა ქვია ოთახში და არა შვილო არ გაბედო შეიძლება სხვათა შორის თუ დაუშვოთ ახლა გააჩნია რა ასაკში არის თქვენი პარტნიორი და გააჩნია რა ურთიერთობა აქვს დედასთან და რამხელა ზეგავლენა აქვს დედას სიტყვაზე შეიძლება ვიღაცამ ქალმა თქვა ჩაკეტა მაგრამ აქ მე ვერ ვეტყვი რომ სხვა ვიღაცა ქალი შეიძლება ვიღაცისთვის ეს იყოს მაგრამ ხუმრობის გარეშე რომ ხუმრობაც რა ხა საჯარო გაშლა შეიძლება ესეც იყოს მაგრამ ჩვენ ახლა რა აკავებს და პირველ რიგში თქვენი სიცივე აქ იმიტომაც არის ჩემთან ნახეთ კითხვაც იქნება რომ ანუ შენი სიცივე უფრო იმოქმედებს მასზე თუ შენი სითბო ვნახოთ მაგრამ ჯერჯერობით გვაჩვენებენ რომ შენი სიცივე მას აკავებს კიდე მაინც მინდა რომ ახლა დავამატო ანუ აქ ახლა კონკრეტულად ანუ აი დაუშვოთ ახლა ეს არის თქვენ ხო თქვენ რითი აკავებთ თქვენ კიდე აი იცით როგორი მომენტი არის ამ ადამიანმა არ იცით თქვენ გიყვართ თუ არა არ იცის ამ ადამიანმა რომ მე რო ახლა მივწერო მაგას ხო მე აი არჩევანის წინ დგას გაიგეთ რა ხდება აი არ იცის თქვენ როგორ მიიღებთ მის გზავნილს აი დაუშვოთ უნდა რომ მოგილოცოს უნდა რომ მოგწეროს მოგილოცოს იმიტომ რომ ახლა ამ ვიდეოს ვწეროთ ახლა უნდა იყოს 14 თებერვალი სიტყვაზე შეყვარებულების დღე ხო და აი არ იცის გაიგეთ არ იცის თუმცა ნახეთ უნდა ძალიან უნდა რომ გამოჩნდეს მაგრამ შიში, იმიტომ რომ აქ ადამიანი გეუბნებით თვითონ რაღაცას, აი ძალიან მალავს ამ თავის შიშ, უზომოდ აქ შიში გოგოებო, იმიტომ რომ თქვენი ნამდვილად თქვენ ხართ რა, იმიტომ რომ თქვენი რეაქცია როგორი იქნება მის თქვათ გამოჩენაზე, არ იცის ამ ადამიანმა. ვნახოთ ახლა რა არის მის შიგნით უკვე მზად გამოვლინებისთვის. ისევ თქვენ შიგნით
იმპერატრიცა რა არის, ნახეთ, ანუ უკვე თქვენ იმდენად ზიხართ მის სხეულში, ასე даже ვეთქო და ორსულად არის ჩვენი ისა იმპერატრიცა. ანუ შინაგანად უკვე ამაში არის, როგორ იცით, ყველანაირად, აი 1000%-იანი შემიძლია ვთქვა, რომ ამ ადამიანში თქვენ უკვე ცხოვრობთ, ჩაისახეთ ამ ადამიანში. სულ, იმიტომ რომ მან უკვე მიხვდა, რომ თქვენნაირი ქალი არ არსებობს სხვა მის ცხოვრებაში. უკვე აი ამისი დასკვნა უკვე მან მიიღო და იცის, თუ თქვენთვის აქტუალურია, შეიძლება ის, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია, ანუ მხოლოდ ამ ქალში მე ვხედავ ჩემი შვილების დედას, ან მხოლოდ ამ ქალში მე ვხედავ ჩემი თქვათ სახლის დიასახლისი. და კარგად თქვი, ხო? ან დაუშვოთ ახლა მხოლოდ ეს ამ ქალს ვხედავ მე, რომ იყოს ჩემს გვერდით, როგორც აი, ნუ მაგაზე კარგი არ არსებობს. გამიგეთ რა ხდება? და ამიტომ პრინციპში ახლა ეს ადამიანი უკვე აი ასეთ მდგომარეობაში ყავს რა, უკვე შინაგანად უკვე მზად არის რა, მზად არის. კი, სიყვარული. ნუ, ახლა რა თმინდა დამატება, არ ვიცი, რას დავადასტურებ. ნახოთ ახლა ეშინია თუ არა, ნუ უკვე არა აქტუალურია, მგონი ეს კითხვა, მაგრამ ნუ რადგან ვკითხეთ, თქვენი დაკარგვის საბოლოოდ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი ოჯახი, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მას აძლევს ბედნიერებს. მე როგორც გითხარით, მხოლოდ თქვენთან ეს ადამიანი ხედავს თავის ოჯახს, თავის ბედნიერებას. იმიტომ რომ 10-იანი თასების ეს არის, როცა რა თქმა უნდა, ანუ მხოლოდ ეხლა, ნუ აქ შემიძლია ვაფშე დავხურო ეს გაშლა გებიცებით, იმიტომ რომ აქ ადამიანმა უკვე ყველაფერი გვითხრა რა, რომ შენ მნიშვნელოვანი ხარ, შენ მიყვარ ხარ, შენი უკვე კი იმდენად მიხვდი მე, რომ მხოლოდ შენს გვერდით მე შემიძლია ვიყო ბედნიერი, მხოლოდ შენ ხარ ის ოჯახი, რომელიც მე მართლა, ნუ ოჯახი, კარგად ყოფნა, თუ აქტუალურია შვილების გაჩენა, ანუ ეს ყველაფერი აქ არის. მიხვდეთ, თქვენში არის რა. ნახოთ ახლა მაგას სჭირდება თუ არა რამე საბაბი, რომ თვითონ მოგწეროს. საბაბი. რა საბაბი? იცით როგორ არის, იცით? არა. ნუ აქ არის ისე რა ქვია, განდეგელი და პრინციპში რა არა, არა, აქ განდეგელი ნახეთ როგორ არის. აქ არის რომ განდეგელიც არ არის, მაგრამ აი იმინა იმის ენერგია წამოვიდა, ამ დასაში ეს არის 5-იანი პენტაკლების, მაგრამ ისე ზის, როგორც გეგონება განდეგელი იყოს რა. და ამიტომ გეუბნებით, რომ ამას ახლა იმიტომ რაღაც ინფორმაცია მეთქი რაღაც უცნაურად წამოვიდა რა. პრინციპში ამას საბაბი, იცით რა საბაბია? აი რომ საერთოდ როცა ადამიანი მიხვდება, რომ აი აღარავის არ ჭირდები. აღარავის არ ჭირდები. всё, მარტო ვარ. მე აქ ახლა ნამდვილად ყველაფერი დაკარგა. აი ეს არ ვიცი ქართულად როგორ იქნება, ბომჟები რო არიან, ხო, იცით, როცა აი არც სახლი, არც კარი, არაფერი რო არა აქვს და არის გაგდებული ქუჩაში და იქ მართლა იქ არავის არ ჭირდება. აი ეს არის საბაბი, რომ სრულიად ეთყობა მაგან, ჯერ კიდე ვერ მიხვდა იმას, რომ თქვენს გარეშე იქნება ძალიან ცუდად. ნუ აი ყველაფერი უნდა დაკარგოს ადამიანმა მაქსიმალურად, ხო? თუ ავანტყოფური განცდა. აი ზუსტად ეს მომენტი, როცა მიხვდება ეს ადამიანი, რომ არავის არ ჭირდება, არც აი არ არის რა. და მაგშემ აი როცა იცით რა შეიძლება კიდე რა არის, იცით? აი დაუშვოთ დაინახავს სხვას, ნაკლებობა კიდე ნახეთ, აი დაუშვოთ ადამიანი ხო დაკარგა, მაგრამ ქუჩაში ხო გადის, ტელევიზორს ხო უყურებს, ხო დაუშვოთ ახლა მეგობრები ხო ყავს, ხო? აი როცა დაინახავს იმას, რომ მე ეს არა მაქვს, რაც იმათ აქვს, აი თქვა დაუშვოთ წყვილი მიდის და ძალიან აი თქვა კბილად არიან, ძალიან ერთმანეთი უყვარ, თქვა ხო, კოცნაობენ, ერთმანეთს ეხუტებიან, ხო დაუშვოთ, მაგრამ და ანუ ან ხედავს რომ თქვა მეგობართან მიდის იქ როგორი კარგი დამოკიდებულება აქვს, ხო? და აი ამას რომ დაინახავს გარედან ეს და მე ეს არა მაქვს,
вообще არ მაქვს მე ეს, თუმცა არის ქალი, ვისაც მე ეს ყველაფერი შეიძლება მქონდეს. აი ეს შეიძლება მაგაზე კიდე იმოქმედებს იმისათვის, რომ თქვათ, ეხლა შეიძლება ნახეთ, ეხლა დაუშვათ, აი ეხლა რო ავიღოთ მაგალითად, რომ ეხლა ეს სიყვარულის დღე, ხო, მოდის. აი დაუშვათ, რომ დაინახავს, რომ ნუ ქუჩაში თქვათ, გაივლის კაფეში თქვათ, მიდიან შეყვარებულები, ან ვიღაცას თქვათ, ყვავილი მიაქვს თავის ეს შეყვარებულისთვის. აი ეგეთი რაღაცა, აი ეგეთ ან ზემი შეიძლება სადმე დაპატიჟებენ დაუშვათ მაგას და დაინახავს აი ამ სითბოს, როგორ ებრყობიან ერთმანეთს ეს შეყვარებულები, გაიგეთ? მე ეს არა მაქვს. გამიგეთ? აი ეს ნაკლებობა აქ დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ამ ადამიანში აი მიხვდება რამხელა აი აქ ესეთი კარგი 10-იანი პენტაკლების, ნახეთ აი ოქრო, ბრილიანტი და ყველაფერი, რომ ამდენად ძვირფასი ყოფილა ეს ყველაფერი და მე ეს არა მაქვს და რატო არა მაქვს? იმიტომ რომ მე აქ რაღაცა შიშები მომოძრავებს, ასე რომ ვთქვათ რა და ამიტომ აი ეგ მომენტი არის აქ. კარგით, ნახოთ ახლა ჩვენ, ანუ შენი სიცივე უფრო იმოქმედებს მასზე თუ შენი სითბო. აქ არ გვაძლევენ ჩვენ ზუსტ პასუხს, აქ გვეუბნებიან შეიძლება ისეც და ესეც. მიხვდით? იმიტომ რომ შეიძლება აქ უფრო მაინც მაჩვენეთ. ნუ აქ რას მეუბნებიან, იცით, შენ უკვე ყველაფერი გააკეთე, რაც უნდა გაგიკეთებია პრინციპში რა, აი ასე უფრო მეუბნებიან რა. შენ უკვე მას გულიც მიეცე, სულიც მიეცე, შენ უკვე ყველანაირად აბსოლუტურად სიცივეს გამოაჩინე, სითბოს გამოაჩინე, უთხარი კიდევაც ყველაფერი რაც უნდა გეთქვა და ანუ აბსოლუტურად თუ ახლა მეტი რა უნდა გააკეთო, შენ მეუბნებიან რა. იმიტომ რომ მან ახლა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი, შენ უკვე რა უნდა გააკეთო, შენ ყველაფერი გამოიყენე, ყველანაირი ხერხი რა. წერდი, ელაპარაკებოდი, ჭკუას არ იგებდი, გული მოგეცი, სული მოგეცი, ანუ უკვე უსამართლობას ყველაფერი გადატანილი, ამიტომ თვითონ უნდა აერჩევანი გააკეთოს უკვე მაგან რა. შენ უკვე ყველაფერი გამოიყენე აბსოლუტურად რა. ნუ ნახოთ რა გახდება ეს მისი გამოვლენის ტრიგერი რა, იქ გახდება. ნუ პრინციპში მე გითხარი, აქაც მე даже ვფიქრობ, რომ ესაც იქნება ტრიგერი რა. აი აქ რო ვთქვით, რომ ანუ ეს სჭირდება თუ არა მაგას საბაბი რა. საბაბი და ტრიგერი პრინციპში ერთი და იგივე არის რა. და ანუ ის მოხდება, რომ აი ნამდვილად ტრიგერი რა მოხდება რა, ტრიგერი. ტრიგერი იქნება აი ეს იცით რა არის? აი ეს პაუზა, როცა მე არავის არ ვჭირდები, როცა მე მარტო ვარ, როცა მე უკვე აი მე მიზიდავს ეს სიტუაცია, მე მინდა რომ ყველაფერი იყოს ისე როგორც თქვათ ახლა სხვას აქვს. ანუ აქ ადამიანი მართლა იცით როგორი მომენტი, აი შეიძლება აქ ხოთაშორის ქმედება ექნება, როცა მიხვდება. აი აქ даже როგორი თემა არის, შეიძლება ადამიანს სჭირდება ცოტა დრო იმისათვის, რომ მარტო იყოს. აქ მარტოობაში აგდებენ ადამიანს, იმიტომ რომ გააცნობიეროს вообще საერთოდ რა მინდა, სად მივდივარ. ნახოთ, კი. აქ აუცილებლად ამაზე აი ეს აქ ადამიანი ისეთ რა არის, დრო ეძლევა მაგას იმისათვის, რომ უნდა მიხვდეს რომ მიზიდავს მე ეს თქვათ ეს ენერგია, ამ ქალის ენერგია, მე მინდა რომ ამასთან ვიყო, ეს სიყვარული, ეს ჩვენი ისტორია სიყვარულის რა, ანუ აი მე გეუბნებით რომ აქ ეს სიტუაცია მე რაც აგიხწერეთ ეხლა ეს მომენტი იმისი აი ეს საბაბი ხო რა იქნება აი ეს იგივე პოზიციებს უბრალოდ უკვე აგიხსენეთ და აქ მაჩვენებენ ამას რა. ნუ ნახოთ ეხლა საერთოდ იზავს რამეს? კი ბატონო, იზავს, მაგრამ როცა გამოვა ამ სიტუაციიდან, იმიტომ როცა მიხვდება ეს ადამიანი, რომ მე აღარ შემიძლია უკვე ვიყო აი ასე მარტო როგორც მე ვარ, როცა მიხვდება რომ მეც ადამიანი ვარ და მინდა ეს ბედნიერება, აი ნამდვილად ამას უბრალოდ სჭირდება რაღაცა ეს მომენტები რა.
კი. აი ზუსტად როცა მიხვდება მაგან იმას რომ всё მორჩა მე არ მინდა ვიყო მარტო მე აღარ მინდა ვიყო ჩემს პრობლემებში მე აღარ მინდა რომ აი მაგ დროს წამოვა აქ ადამიანს სჭირდება დრო იმისთვის რომ მიხვდეს რომ ანუ სიყვარულიც მინდა ახალი სიტუაციებიც მინდა რა იძულებს კიდე აი ეს შინაგანი კონფლიქტი როცა დამთავრდება და ისე მეუბნები როცა მიხვდება რომ მე აღარავის არ ჭირდები მიხვდით აი ეს მომენტი აქ არის აი დასკვნა აქ არის დასკვნა აქ ადამიანი არის როგორ მომენტში როცა აი რომ მორჩება ამ დამალვას მზისგან გაიგეთ და რომ მიხვდება რომ ბედნიერი მინდა ვიყო აი რომ განიკურნება და მიხვდება რომ მხოლოდ ამ ეს ქალი არის ჩემი სამყარო და მარტო ჯდომას მე აღარ მინდა ეს მარტო უკვე ამომივიდა ყელში აი მაგ დროს ეს ადამიანი აი ნუ რა ქვია აქ უნდა მიხვდეს მე იმოქმედებს შიშებს უნდა მოერიოს ამ ადამიანმა ნუ მოდით ვკითხოთ აბა მიხვდება აქ როგორ არის იცით აქ პატარა ბავშვით იმეორებს ერთი და იგივეს იცით რომ აი მაგას მე მინდა ვიცოდე რომ მე მას ვჭირდები მე მინდა ვიცოდე რომ მე მას ვუყვარ ვარ მე არ ვიცი მე მინდა ეს ვიცოდე მაგრამ რო იცოდე ხო უნდა მიწერო რაღაცა და გაიგო ხო უნდა მეტამხნათ ხო როგორ აპირებ ეს რომ გაიგო შენ რომ შენ ამას სჭირდები აი ძალიან მაინტერესებს თვითონ უნდა მითხრეს რომ მე მაგისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი ვარ უნდა მანიშნოს უნდა მაგრძნობინოს მე რომ მე მაგისთვის მნიშვნელოვანი ვარ რომ მას უნდა ჩემთან ყოფნა რომ მე მასთვის ძვირფასი ვარ რომ ისევ აპირებს ჩემთ რომ აფასებს დედ რა შენი თვა გოგოებო მეცნიერება так კარგი მაშინ აბა ამისთვის რა უნდა გააკეთოს რამ გოგო მითხარი აბა რომ აი ეს ყველაფერი რომ გაგრძნობინოს და შენ რო ჩუმად ხარ რა უნდა ქნას მაგანაც უნდა იგლოვოსო აქაო რა მაგანაც უნდა ინერვიულოს უნდა მანახოს რომ როგორ ცუდად ვარ ღმერთო გეხვეწები მოდი რა გთხოვ თვითონ მაჩვენოს რომ აი მე ღმერთო ჩემო ნუ ახლა ამას რო არიზავს ხო იცი გოგოება არ გაბედოთ ახლა მიწეროთ ახლა გააჩეროთ ვიდეო რა ახლა მოიცა მივწერო ახლა საწოდავი არა აქ მაჩვენებენ მაღალი ძალები რომ არა თვითონ კი თვითონ ძალა გამოაჩინოს თვითონ თქვენ არა თვითონ გამოჩნდება თვითონ უნდა მოგწეროს თვითონ კი აბსოლუტურად თვითონ უნდა მიხვდეს რომ მისი ცხოვრების თვითონ უნდა შექმნას თავისი ცხოვრება თვითონ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და თვითონ უნდა გაარჩიოს და გაარკვიოს ყველაფერი მიხვდით თქვენ არა არავითარ შემთხვევაში და ნამდვილად თვითონ უნდა მივიდეს ისეთ დონემდე რომ უკვე აი მართლა ისეთ დონემდე რომ მიხვდება რომ უკვე всё კოდები ცუდათა ვარ მე აღარ შემიძლია უკვე რა მინდა მეც უკვე რომ ბედნიერი ვიყო რა აღარ შემიძლია უკვე ამდენი ნერვიულობა და უნდა გაიაროს ეს გაკვეთილი და მე უნდა გამოჩნდეს და მიხვდეს რომ თქვენ ხართ ის ქალი ვისთანაც მას უნდა ყოფნა და უნდა მოგწეროს და უნდა დაგელაპარაკოს აი იჯდეს ახლა ამ მდგომარეობაში გამოვა თუ არა ამ შინაგანი კონფლიქტიდან ეს ადამიანი და მიხვდეს რომ უკვე თქვენს გარეშე აბშო კოდება და მაგ შემთხვევაში უნდა გამოჩნდეს კი გამოჩნდება უნდა მიხვდეს რომ თქვენს გარეშე შეუძლებელი არის მისი ცხოვრება შეუძლებელი არის ასე ჯდომა აი პატარა ბავშვის საქციელი რა არის აქა უნდა იმას აკეთოს მაგრამ უნდა გაიგოს სიყვარულის ფასი უნდა გაიგოს რომ ეს არის სერიოზული თემა აქ მიდის აი ძალიან ძლიერი მუშაობა რა აი ამას რომ დაამთავრებს მე გამოჩნდება ეს ადამიანი რომ მაგრამ აქ მაჩვენებენ რომ პირველ რიგში მან უნდა გაიაროს ეს ტკივილი გოგოება ამიტომ არანაირი ახლა
დახმარება თქვენ ამის უარეს გააკეთებ. არა უშავს ახლა ვისთვისაც თქვათ გჭირდებათ ეს ადამიანი დაელოდეთ, ვისაც არ გჭირდება, ნუ ახლა მე არ გეუბნებით რომ თქვენს დაჯეკეთ ახლა ფანჯარასთან და იგლოვეთ და ელოდეთ. არა, ან მიწეროთ ახლა და არა, აქ დედიკოს ჩვენ არ ვრთავთ. ზიჯეკეთ ამ თქვენ იმაში რა ხმალების დედოფალში, იმიტომ რომ ეს ხმალების დედოფალი ძალიან კარგად მოქმედებს მაგაზე, იმიტომ რომ აქ უკვე პატარა ბავშვი ხო არ ადგინათ ესეთი კაცი, რომელმაც არ იცის ქმედება, ხო? და თვითონ უნდა მიხვდეს, რომ ნამდვილად თქვენს კი ელოდებთ, გიყვართ, ნერვიულობს სიტყვაზე, მაგრამ ეს მისი გაკვეთილია, მაგანაც ხო უნდა მიხვდეს, იმიტომ რომ მამაკაცი საერთოდ რასაც მამაკაცი არ ბრძოლობს, რასაც მამაკაცი არ აი როგორც ხან მონადირე რა ეხა იმას ვისაც უყარს ნადირობა ნამდვილად ეხლა ყურდღელი რომ მიუტანო ეხლა მაგას და უთხრა აჰა ბატონო ყურდღელი აჰა ბატონო თქვენ ეხლა ესე თევზები რო გინდოდეთ როცა თევზაოთ რო ვიყავით ეხლა არა აზარტი არ აქვს ინტერესი არ აქვს მაგრამ ის რომ თვითონ რომ მოინადირებს ის უფრო საინტერესო ასე არის ну მამაკაცისთვის ასე არიან ეგენი აწყობილი და თქვენ თუ მასე იზავთ არ ვიცი რა და საერთოდ ეხლა კიდე გეუბნებით რომ ეხლა ვინც მიყურებს გოგოებო თქვენთვის ეხლა კი ვაპირებდი მართო ფულზე გაკეთება ტრენინგის, მაგრამ იმდენი შემოვიდა შეტყობინება, იმდენი რომ თხოვენ რომ ურთიერთობა და ფულიც ერთად გაერთიანეთ, რომ გვაინტერესებს ნამდვილად მაგას გავაკეთებ და შეგიძლიათ კიდე გაიგოთ ინფორმაცია, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის, ჩემ დამხმარ ჯგუფს მიწერეთ, აგიხსნიან ყველაფერს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს თემა რა, რომელიც აიხება ანუ ურთიერთობებს, მე ვიცი რა, იმიტომ რომ როცა ურთიერთობა და ფინანსები ძალიან ერთმანეთთან დაკავშირებული რა თქვენ როცა ენერგია მიგაქვთ სულ მარტო ურთიერთობაზე, ხო? მე ფული არა გაქვს, მე ჯანმრთელობა არა გაქვს, მე რაღაც ვერ ახართ კარგად რა. ან პირიქით, როცა თქვენ მარტო ფული და მე უკვე აქ ხა ურთიერთობა არ ლაგდება. გაიგეთ, ეს ყველაფერი ერთად უნდა გქონდეთ მოწესრიგებული, როგორ მე ვიცი და ამიტომ თუ გაინტერესებთ, მოდით ჩემთან ტრენინგზე ყველაფერს გასწავლით.